ჩვენ ნამდვილად გავხდით არაორდინალური შეხვედრის მოწმე, მაგრამ ძიმე ემოციური ფონის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყველმა შევაფასოთ ცივი გონებით ეხლა რაც მოხდა, ზოგადად ტრამპი გვთავაზობს ძალიან უჩვეულო ფორმას მოლაპარაკებების, ანუ ეს ფაქტობრივად ღია ფორმატში ესაურება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს, მანამდე იყო მაკრონი, შემდეგ იყო ინგლისის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ, ეხლა ესეთი ღია ფორმატში შემოგთავაზა ზელენსკი. გიგი გაგაწყვეტინებდა მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ზუსტად იგივე ფორმატში ვიცე-პრეზიდენტი იყო, რომელმაც იგივე ბრიტანეთის პრემიერის მიმართებაში ესეთი რეპლიკებით გამოსვლა გადაწყვიტა და სიტყვის თავისუფლების პრობლემებთან დაკავშირებით პრეტენზიების საყენებაცაა და ბრიტანეთის პრემიერის მიმართ. რადგანაც იმას შეაწყვეტინა და შეაწყვეტინა, პასუხი მიცა, მაგრამ ამას აღარ მოყოლია ესეთი გართულებები. როგორც წესი, ზოგადად ესეთი ემოციური ფონი დახურული მოლაპარაკების ფარგლებში არ არის გამონაკლისი, არ არის თქვათ რაღაც ესეთი უჩვეულო ამბავი. ამიტომ ხდება ხოლმე ეს დახურული ფორმატში მოლაპარაკება, შემდეგ უკვე ხარები ხდებათ, რომ რას იტყვია პრესასთან, რა გზავნილებს გააჟღერებენ საზოგადოებას. ეხლა ამ ფორმატ უკვე აღარ მიცა მათ საშუალება, იმ შესაძლებლობა, რომ რაღაც განსხვავებული გზავნილები მიეწოდებინათ ამერიკული საერთო საზოგადოებისთვის და შესაბამისად ეს შეხვედრა დამთავრდა ორივე მხარის, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე წაგებით, ხო? ანუ ფაქტი ის არის, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ეხლა იყოს, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს აღარ გაგრძელდება დიალოგი. კარგი არის, რომ მათ დაინახეს ორივემ დაინახა ერთმანეთის პოზიცია ძალიან მკაფიოდ, ანუ ეს ემოციური საუბარი ერთის მხრივ რასაკურია რთული სანახავია საყურებელი, მაგრამ მეორეს მხრივ აგებინებს ორივე მხარეს, რომ სად იმყოფებიან, რა საწყისი წერტილები აქვთ და ამერიკას სურს ახლა ამ შემთხვევაში რაღაცა პროგრესის მიღწევა, ხო? ისინი მას ვერ გაკეთებენ უკრაინის დათანხმების გარეშე, ისინი ხვდებიან, რომ მათ ჭირდებათ ახლა უკრაინის დაყოლება იმ ფორმატზე, რომელიც მათ მიაჩნიათ, იქნება, ასე ვთქვათ, ტრამპისთვის დაზავების გარანტორის ტიტულის მიმნიჭებელი, ასე ვთქვათ. მეორე მხრივ შეუძლებელი იქნება ასევე ევროპის გამორიცხვა. ახლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაციულ გზავნილები მოვისმენთ ხელახლა ესო 350 მილიარდი ამერიკული დოლარი, ამერიკას უფრო მეტი აქ თითქოს გადახდილი ამ ომში ვიდრე ევროპას. ეს ყველაფერი არის ძალიან მცდარი, ანუ დიპლომატიურად რო ვთქვა, ძალიან მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან აქ საუბარი მხოლოდ ამერიკასთან 77 მილიარდზე და საერთო ჯამში ევროპამ გაცილებით მეტი დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე ამერიკამ საერთო ჯამში. შესაბამისად, აქაც ჩვენ გვესმის იგივე ნარატივის გამეორება, რაც უკვე არაერთხელ იქნა იდენტიფიცირებული სხვადასხვა ევროპელი ლიდერების მიერ, როგორც არაკორექტული, ასე რომ ვთქვათ, ხო? ვფიქრობ, რომ მოდით დავარქვათ ამას პოზიტიურ ჭრილს შევხედოთ ახლა ამ შეხვედრას, მიუხედავად უმძიმესი ემოციური ფონისა, ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი რაუნდი მოლაპარაკებებისა ამერიკასა და უკრაინას შორის. ტრამპი დაინტერესებულია, ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, რომ რაღაცა ფორმით მოხდეს ახლა ზავის მიღწევა, ხო? მათ ახლა აუცილებლად ჭირდებათ დაყოლება უკრაინის, დაყოლება ევროპული ქვეყნების, მათ კარგად ესმით, რომ უკრაინის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება უკრაინის მომავალზე, უკრაინაში მშვიდობაზე რაღაცა ფორმში შეთანხმების მიღწევა და უკრაინას თავიდან მომდევნო ხარს უჭერს ევროკავშირი, ევროპული ქვეყნები. აქედან გამომდინარე, დავარქვათ ამას პირველი ტური, პირველი რაუნდი მოლაპარაკებისა და ასე ვთქვათ, პოზიტიურ ჭრილში შევხედოთ მიუხედავად ყველაფრისა, ვიფიქროთ იმაზე, რომ შესაძლოა მოყოს გაგრძელება. ეხლა ხო, ასე ვთქვათ, დიპლომატიური გადმოსახედი და მხარეები უფრო კარგად იციან ერთმანეთის პოზიციები. მათ ძალიან კარგად იციან, რისი თქმა შეიძლება, რისი თქმა არ შეიძლება, რა ემოცია შეიძლება მოყოს. მეორე მხრივ, რასაკურველია თავიდან მომდევნო შევიდეთ ახლა ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის მდგომარეობაში, ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტიურად მესამე წელია იცავს მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოებას და მშვიდობას, ხო? ის ახლა დგას ევროპის სადარაჯოზე, ის აკავებს აი პუტინის კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც უტევს ახლა უკრაინას და დაგეგმილი აქვს ამაზე მეტის გაკეთება და ძალიან ცხადია ახლა ჩვენი გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, ევროპელების გადმოსახედიდან თუ რას ისახავს ბიზნეს ეს ყველაფერი.